მოდი ვნახოთ, რა საუბრობენ ადამიანები შენს ზურგს უკან. ვნახოთ, ჯერ ვინ მოხვედით ჩემთან მოხვედით ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობთ, ძალიან ბევრს ცდილობთ, ყოველთვის ხართ აქტიური და იქცევთ ყურადღებას. აი ესეთი ადამიანები ხართ, ვისაც იტყოდნენ, რომ აი ესო ვის ოჯახში ჩევაო რა. და სხვა შორის ეს ამას ამბობენ ის ადამიანები, ვინც არიან ცოტა ისეთი ძველი თაობაროარი რა, რომ აი ოჯახის ქალს და ოჯახის კაცს რო აფასებენ, შეძლეს ფიქრობენ, რომ აი ესეთიაო. კაი. ვნახოთ აბა რას ლაპარაკობენ კიდევ შენს ზურგს უკან. ადამიანები ამბობენ, რომ ხარ ძალიან მიუწვდომელი. ადამიანები ფიქრობენ, რომ გაქვს ძალიან ბევრი არჩევანი, ბევრი ადამიანი გეტრფის, ბევრი ადამიანი ცდილობს შენთან დაახლოვებას, მაგრამ შენ გაქვს ძალიან მკაცრი საზღვრები, ძალიან მკაცრი კრიტერიუმები და არავის არ იღებ. არავის არ იკარებ. ცოტა უკარებას როლი შეიძლება გქონდეს ადამიანების თვალში და ამას ამბობენ შენს ზურგს უკან. ასევე ფიქრობენ, რომ ეს ამ ადამიანს ცოტა იდეალიზირებული აქვს ურთიერთობებიო, რაღაცა სასწაულზელისო და რა ვიცით, ეს სასწაული შეიძლება არც მოხდესო, რისი მოლოდინიც მაგას აქვსო და ცოტა ეშინიათ, რომ თეთქოს რაღაცა ძალიან ისე არ დარჩესო, მარტო ხელაო და მე ცხოვრებაში არ გაუჭირდესო. შენ რა უნდა მართლა გაგიჭირდება თქო ცხოვრებაში თქვენ რატო ფიქრობთ ეს ხალხი თქო და შენ რა უნდა გაგიჭირდეს ხარ დედოფლის ენერგიებში პენტაკლების დედოფალი თასების კერდა პენტაკლების ცხრიანი აი რაღაცა ის ქალი რომელსაც აქვს თავისი კომფორტი შექმნილი ცხოვრებაში ნამდვილად აქ ცოტა ჩაკეტილი ენერგიები გიჭირს ურთიერთობებში შესვლა და აქ შეიძლება იყოს ბედის ჩაკეტვაც. ესე ვინმე რამე გააკეთა თქო არა, მაგრამ შენვე გჭირდებოდეს აი თუნდაც შეიძლება აქ იყოს წინა ცხოვრებებიდან გამოყოლილი რაღაც ტრაუმები, რომელსაც სჭირდება დამუშავება იმისთვის, რომ შენ ცხოვრებაში სხვა შემოუშვა, იმიტომ რომ აი მართლა არაფერი რო არ აკლია, ისეთი ადამიანი ხარ, მაგრამ აი ვერ აწყობ რა პირაც. და აქ საჭიროა რომ ამაზე იმუშაო აუცილებლად. და რომ იმუშავებ რა ამერე. ხო, გაცნობიერება უნდა მოხდესო აქო. ტრაუმები, ძალიან ბევრი ტრაუმები აქ პირად ურთიერთობაში შეიძლება ეს წინა ცხოვრებიდანაც მოყვება. და ეს ტრაუმები უკავშირდება ძალიან ბევრ იმედგაცრუებას, მსხვერპლის როლში შეიძლება აღმოჩნდი რაღაც ეტაპზე, ძალადობაც შეიძლება ყოფილიყო აქ, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი ენერგიები ამომდის, სადაც ითქოს ადამიანს ძალიან ბევრჯერ უღალატეს, ძალიან ბევრჯერ მოატყუეს, ძალიან ბევრჯერ გაწირეს. აი რაღაც ესეთი ენერგიებიც ამომდის, რა ადრე რო იყვნენ, რაღაც კოცონზე რო წავდნენ ხოლმე ხალხს ვაფშე არაფრისთვის, რა ეგეთი ენერგია მომდის, რომ ვიღაცამ აი გაგწირა, ეს იყო საპირისპირო სქესი, რომელმაც თითქოს რაღაცნაირად ჩამოანგრია შენი ნდობა მამაკაცების მიმართ. ხო, უფრო ქალებისთვის არის ეს გაშლა, იმიტომ რომ ესეთი ენერგიები ამომდის და როდესაც ამას დაამუშავებ, ისევ დაგიბრუნდება, ასე ვთქვათ, ადამიანების რწმენა, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე დაკარგული გქონდეს. ხო, ამ ეტაპზე გაქვს აი ცოტა ეს მარტო ხელმგლის პოზიცია, რომ მე მარტო ჩევძლებ, მარტოც გადავრჩები და ნამდვილად ეგრეა, მარტოც გადარჩები, მაგრამ სამაგიეროდ ეს ყველაფერი გიკეტავს პირად და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავასწორდეს. სულ ეს არის რის თქმაც მინდოდა შენთვის, თუ გაქვს სურვილი რომ ამ საკითხზე უფრო ღრმად იმუშაო, მაშინ გელოდები პირად სესიებზე. შენიც.